ყოველ ადამიანს, როდესაც უყურებთ, თქვენ უნდა დაინახოთ ხატება ღვთისა. და თუ კი შენ აი ამას გააცნობიერებ, რომ ყოველ ადამიანში ხედავდე უფალს, მაშინ საოცრება მოხდება ნებისმიერ ადამიანში. როგორც ხატთან გვაქვს დამოკიდებულობა, როგორი სიყვარულით, როგორი მოკრძალებით, როგორი მოფერებით, აი ესეთი დამოკიდებულობა გვექნება ნებისმიერ მოყვასთან. აი შემთხვევა არ ქონიათ, რომ ვინმე ესეთი უღმრთო ადამიანისგან, უღმრთო ადამიანის ხელში ჩავარდნილი ხატი არ გინახიათ, როგორი შეურაცხყოფილია, დახეულია, გაბინძურებულია. რო დაინახავ ამას, ხო გული გტკივა, ხო? ნებისმიერ ადამიანს ეკნება გულისკივილი ალბათ. და როდესაც აი ამ ხატს აიღებ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სათანადო პატევი მიაგო, გაასუფთავო, აღადგინო და ასე შემდეგ. აი ესე უნდა უყურებდეთ ჩვენ ერთმანეთს. როდესაც ადამიანში ნაკლოვანებას დაინახავ, ხელი კი არ უნდა გრა, არამედ უნდა დაინახო, რომ ეს არის ის ხატი, რომელი ხატიც არის შეურაცხყოფილი, როგორც თუნდაც მაცხოვრის ღვთისმშობლის და წმინდანების ხატს მოეფერები და მოუვლი და გაასუფთავებ, აი ესე უნდა ვზრუნავდეთ ჩვენ ერთმანეთისთვის. ესე უნდა ვზრუნავდეთ ჩემო ძვირფასო. ეს არის მართლმადიდებლობა. ეს არის მოყვასი სიყვარული.